ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი გუნდისთვის პარის სენ-ჟერმენი ახალ სტადიონს ააგებს. პარიზულმა კლუბმა შესაბამისი განცხადება გაავრცელა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე შეხვედრებს პარკ დე პრენსზე ატარებს, რომელიც პარიზის მერიას ეკუთვნის. არენისთვის კლუბი წლიურად 1.5 მილიონი ფუნტის იხდის. პარიზელები სურდათ სტადიონის შესყიდვა და განახლება, თუმცა მერიამ ამის ნება არ დართო. სწორედ ამან უბიძგა კლუბს ახალი არენის პროექტისკენ. ახალი სტადიონის ასაშენებლად ორი ადგილი განიხილება: მასსი, რომელიც პარიზის სამხრეთით მდებარეობს, და პუასი, კლუბის საწვრთნი ბაზის მიმდებარედ. ფრანგული პრესის ცნობით, მშენებლობის სავანაუდო ბიუჯეტი 740 მილიონ ფუნტზე მეტ შეადგენს. რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფმაც დაასახელა, რომ პარის სენ-ჟერმენი სერიოზულად მუშაობს ახალ პროექტზე. მიყვარს პარკ დე პრენსი, ყველას უყვარს. გულით არ დავტოვებდი ამ სტადიონს. მისი თქმით, მოქმედი არენა, რომელიც 50,000-ზე ნაკლებ მაყურებელს იტავს, კონკურენტების სტადიონებთან შედარებით პატარაა და მომდევნო 4 წლიანში გუნდი ახალ მოედანზე უნდა გადავიდეს. დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, თუ დავაგვიანებთ, წინ წამოსულ კლუბებს ვეღარ დავეწევით.